საერთაშორისო მშვიდობის ფრონტის ჩასახვასთან ერთად ქართული სამოციქულო ეკლესია კიდევ დადგა მშვიდობის დაცვისა და რაჯოზე და აქტიურად მონაწილეობს მშვიდობის დაცვისადმი გამართულ კონფერენციებსა და კონგრესებში. ჩვენი სამოციქულო ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად აღავლენს თავის მხურვალე ლოცვას მშვიდობის შესანარჩუნებლად. ჩვენი მედისვალით შევყურებთ ჩვენი ეკლესიის მომავალს. წელს, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ იზეიმა ოქტომბრის რევოლუციის მე-60 წლისთავი, რევოლუციისა, რომელმაც ხალხის თავისუფლებასთან ერთად მოგვიტანა ეკლესიის თავისუფლება, ავტოკეფალობა, ქართული სამოციქულო ეკლესია, რომლის ინტერესები განუყოფელია ჩვენი მთავრობის მშვიდობის მოყარე პოლიტიკისაგან, კვლავაც ილოცებს ჩვენი ხალხის კეთილდღეობისათვის, მისი ბედნიერებისათვის. მე ჩემს თავისუფლებას მივცემ, ერთხელ კიდევ მოგიტოდოთ, გამოიჩინოთ თქვენი წინდახედულობა, დავაანალიზოთ ჩვენი ეკლესიის წარსული, აწმყო და ქართული სამოციქულო ეკლესიის მამათმთავრად ავირჩიოთ ის, ვინც ღირსი ატაროს 20 საუკუნოვანი წმიდა ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის სახელით. გამომუშავებული მიმართვა ჩვენი კრებისაგან საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიმართ. კრების სარედაქციო კომისიამ გამოიმუშავა მიმართვა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიმართ, რომელშიც საქართველოს ეკლესია და ყველა მსახურნი ამ ეკლესიისა მადლობას გამოსთქვამდა იმის გამო, რომ საქართველოს ქრისტიანული ეკლესია მუდამ არსებით მხარდაჭერას გრძნობდა საბჭოთა საქართველოს მთავრობისაგან. ხოლო საქართველოს ეკლესიას მუდამ ახასიათებდა პატრიოტული შემართება. იგი მუდამ იქნება ადამიანთა მშვიდობის დაცვისა და რაჯოზე და მხურვალედ ილოცებს საქართველოს მთავრობის კეთილდღეობისათვის იმ დიდი ამოცანების შესასრულებლად, რომელიც მას ეკისრია ქართველი ხალხის წინსვლის გზაზე. კრებამ მიმართვა ერთხმად მიიღო. ახლა სიტყვა ეძლევა მის უწმინდესობას, უწმინდეს პიმენს, патриарха Московиса да струлия Друсет. Ваше Высокопреосвященство, Высокопреосвященнейший Илья, митрополит Сухумский и Абхазский, местоблюститель грузинского патриаршего престола. Древнейшая автокефальная грузинская и православная церковь вписала много славных и светлых страниц в историю христианской церкви. Была в глубокой связи со своим народом. Эта традиция приумножается ныне тем братским сотрудничеством, какое две наши церкви вместе с другими церквами и религиозными объединениями Советского Союза осуществляют на благо всего нашего великого социалистического Отечества. С глубоким удовлетворением мы свидетельствуем пред Освященным Поместным собором наличие между грузинской и русской православными церквами ничем не омрачаемой братской дружбы и сотрудничества. В последние десятилетия это проявилось с особой силой в совместной всеправославной экуменической и миротворческой деятельности. Мы высоко ценим это и верим, что и в будущем отношения между двумя нашими церквами будут убедительно свидетельствовать о нашем единстве. Мы горячо желаем вам, досточтимые отцы собора, всесильной помощи Божией в ваших деяниях, в осуществлении вами того избрания, которое ожидает Святая Грузинская Церковь, которое ожидает православная полнота. Благодать Господа нашего Иисуса Христа и любовь Бога и Отца и причастие Святого Духа да будет со всеми нами. Аминь. Ახლა გადავდივართ მე-12 საეკლესიო მთავარ საგანზე და სიტყვა ეძლევა მის ყოვლადუსამღდელო ერთობას ალავერდელ ეპისკოპოს გრიგოლს. მე-12 საეკლესიო კრებას მოვახსენებ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ასარჩევ კანდიდატად ვასახელებ მის მაღალ ყოვლადუსამღდელესობას სხომ აფხაზეთის მიტროპოლიტს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრეს ილიას